საღამომშვიდობისა ბატონო არჩილ, წავიკითხე ამ წუთას განცხადება, საუბრობდა თქვენი ოპონენტი და ყველას თავარი კითხვა, ვიდრე შინაარსში გამჭვირვალობაზე წავალთ არის ის, რომ როდესაც მთელი დასავლეთი გეუბნება, რომ ეს კანონი არ არის ჩვენი ღირებულებების, როგორ გამოდის ეს კანონი ევროპული გზისკენ მიმავალი საქართველოსთვის. ამით რომ დავიწყოთ და რა თქმა უნდა გადავალ კანონზეც. გავიგე. საღამომშვიდობისა პირველ რიგში მოგესალმებით, მინდა კიდევ ერთხელ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ჩვენს ხალხს საზოგადოებას მივაწოდოთ მეტი არგუმენტი და უპასუხოთ იმ კითხვებს, რომელიც კიდევ ბოლო დისკუსიის დროს დაგროვდა. თუმცა მე მინდა დავიწყო ჩემი საუბარი პრემიერ-მინისტრის ბრიფინგით, სადაც მან პირდაპირ და ძალიან ღიად განაცხადა, რომ აქამდე მიუხედავად ჩვენი გახსნილი პოზიციისა, დისკუსიისთვის, დიალოგისთვის, განხილვისთვის, რეალურად საზოგადოებას და ჩვენ ხელისუფლებას არ მოგვისმენია არც ერთი რეალური არგუმენტი თუ რატომ ცდილობენ ჩვენი ოპონენტები ამ კანონს დაარქვან რუსული. კვლავ ხედავთ, რომ ლოზუნგებით მიდის კომუნიკაცია, ცდელობა, როგორმე ეს პროტესტი შეინარჩუნონ. რა თქმა უნდა, პატივისცემას უდასტურებთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, მათ შორის მათ, ვინც გულწრფელად კრიტიკულად შეიძლება იყოს განწყობილი, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, ვინ ცდილობს დღეს ჩვენ დაგვიკავშიროს რაიმე რუსული ინიციატივა და ვინ ცდილობს რომ ამ კანონს დაარქვას რუსული. ცდილობენ ადამიანები და მათ მიერ იყო ეს გაჟღერებული, მათთან დაკავშირებული მედია, მათი სპიკერები, ცდილობენ ადამიანები, ვინც მართლა ყველაფერი რუსული გააკეთეს ამ ქვეყანაში. მათ ჩააბარეს ტერიტორიები, ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოში რეზოლუციას, რომელთაც საკუთარ ქვეყანას დააბრალეს ომი, სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს რუსეთს, მედია დაატერორეს, ბიზნესი დაარეკეტეს, ადამიანის უფლებები გაასწორეს მიწასთან, დაასამარეს ყველაფერი ევროპული. აქ დღეს ესენი ბედავდნენ პარლამენტში და მის გარეთ, რომ ჩვენ გვაბრალებენ რაიმე რუსულს. ჩვენ ხელისუფლებას ნინო, რომელმაც რეალურად დააბრუნა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, დააბრუნა ადამიანის უფლებების პატივისცემა, დააბრუნა თავისუფლება მედიაში, თავისუფლება ბიზნესში და რას თავარია ყველა ევროპული წარმატება, რაც მოხდა საქართველოში დოკუმენტირებული და ისტორიული ფაქტი, ეს უკავშირდება სწორედ ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას, ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერით რეალურად შევძელით ევროინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა. ევროპა ჩვენგან კი არ უნდა დაიცვას. ამას არავინ არ უარყოფს. როგორ არის ასოცირება, არა, დავიცვათ ქართული ოცნებისგანო, ეს არის ჩვეულებრივი. აი დღეს რა ხდება, მანდ მოვდიოდი. დღეს როდესაც დასავლეთი მე ამას ვამბობ, ეს ყველაზე მეტი ეჭვი გაჩნდა. ეჭვი კი არა, ეს მოსაზრებები გაჩნდა, იმიტომ რომ მოგიყევით, რომ რაზე ვსაუბრობთ, ვის რა ბიოგრაფია აქვს, ხა ევროპა არის დასაცავი იმ ადამიანებისგან, ვის დღეს ამოფარებული არიან ევროპა სხვაგვარად მოვიწოდებს. აი ამათგან არის ევროპა დასაცავი. ეხლა რა შეეხება ამ განცხადებებს. როგორ გითხებიან, რომ აი დასავლეთი აღარ დარჩა ქვეყანა. გეტყვით. მე მაგაზე მაქვს შემდეგი პასუხი. პირველი, რომ გავიგოთ, არის თუ არა ეს კანონი რუსული, არსებობს ობიექტური საშუალება ამისთვის, რომელიც დღეს აი მე და თქვენ შეგვიძლია ზუსტად ამ ეთერში 15 წამში პუნქტად რომ არ გავყვეთ. არანაირი პუნქტები არ არის, ეს არის მეთოდოლოგია, რომელიც ძალიან მარტივად გასაგებია ყველასთვის. 15 წამში მე და თქვენ საზოგადოებასთან ერთად შეგვიძლია გადავამოწმოთ, არის თუ არა ეს კანონი რუსული და ეს არის თუ არა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. გეგმას აცხადებენ აქციის მონაწილეები, მაპატიეთ ბატონო არჩილ, ჩავრთოთ 2 წუთი მოვისმინოთ რა გეგმაა ორგანიზატორების მხრიდან და გავაგრძელოთ დრო გვაქვს. გამოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოთ. ყურადღება. ჩვენ გვინდა? ხო. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ამ ადამიანებს ჩვენ გვინდა გთხოვოთ, რომ ხელის აწევით მოგცეთ უფლება და მანდატი, რომ წაუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას. გთხოვთ ყველას მეგობრებო.
დიდი მადლობა ყველას. ახლა ტექნიკური საკითხი რამდენიმე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ახლა დავიძრებით იქით მხარეს. იქ ნახავთ, გამოჩნდება დიდი გაშლილი ბანერი, ორი დიდი გაშლილი ბანერი, რომელსაც ჩვენ წაუდგებით წინ და გთხოვთ, ყველანი არავინ არ გასცდეს იმ ბანერს და გამოვყვეთ შვიდად წყნარად ჩვენ შვიდობიანი, არაძალადობრივი კონსტიტუციური დემოკრატიული მსვლელობით. ჯერ ჩვენ ჩავალთ, გაიშლება ბანერები და მერე გამოვყევით. შემდეგი ხო, მოსწავლეთა სასახლის მხარეს კიდევ ვიმეორებ. გაშლილია ორი ბანერი. ახლა ჩვენ იქ მივვალთ, ის ბანერები ჯერ იქ იქნება. მე გთხოვთ, რომ წამოვყვეთ, ვისაც გაქვთ სურვილი, ჩვენ ერთად სახელმწიფო კანცელარიისკენ. ამასთანავე გთხოვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ შვიდობიანი მანიფესტანტები, შვიდობიანი დემონსტრანტები, არ აუყვეს არავინ პროვოკაციას, წავიდეთ, მივიდეთ და მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დამყავებულების გათავისუფლება. გასაგებია მეგობრებო. მასე ორგანიზატორებმა გამოაცხადეს გეგმა, ისინი აქციის მონაწილეები მიემართებიან სახელმწიფო პრემიერის ადმინისტრაციისკენ, კანცელარიისკენ, რადა იგა პროტესტონ, მოსთხოვენ პრემიერს როგორც თავად თქვეს კანონის დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება. ბატონო არჩელა, ეს არის აქციის შემდეგი გეგმა და მიემართებიან ისინი კანცელარიისკენ, ბუნებრივია კურიერის ჯგუფები მუშაობენ იქ, ჩვენ მივადევნებთ თვალს და განვაგრძოთ საუბარი, ვსაუბრობდით, როდესაც დასავლეთის არც ერთ ქვეყანას არ მოსწონს ეს კანონი, როგორ არ მივყავართ მას ევროპაში. გეტყვით, სიმართლე გახლავთ ის, რომ ევროკავშირის 15 ქვეყანას, ნინო, უკვე აქვს გამჭვირვალობასთან და გარე დაფინანსებასთან, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა 15 ქვეყანას და ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის 15 ქვეყანას აქვს სხვადასხვა ტიპის კანონმდებლობა გამჭვირვალობის და გარე დაფინანსებისგან, გარე ჩარევისგან დაცვის შესახებ. ამასთანავე ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ოფიციალური ანგარიში, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის 10 მოქალაქიდან 8, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ეს არის ევრობარომეტრის ანგარიში. 10 მოქალაქიდან 8 თვლის, რომ საჭიროა დაცვის უფრო ძლიერი მექანიზმები და თვლის, რომ ადგილი აქვს ევროკავშირის დემოკრატიაში გარე ჩარევას მესამე მხარისგან და ეთხოვს თავის ხელისუფლებას, მათ შორის ევროკავშირის ლიდერებს, რომ ამასთან დაკავშირებით მიიღონ კონკრეტული ზომები. ამის შემდეგ რა ხდება? თვითონ ევროკავშირმა, ევროპის ყველაზე წარმომადგენლობითმა ორგანომ, აღმასრულებელმა ორგანომ პრაქტიკულად შეიმუშავა ევროდირექტივა და გადასცა ევროპარლამენტს განსახილველად, რასაც რომ მიიღოს ევროკავშირმა უახლოეს პერიოდში. ახლა ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. რა წერია და განხილვა არ დაწყდება, ხო? 15 გეუბნებით, 15 ქვეყანას აქვს კანონმდებლობა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან კაცრი კანონმდებლობა. გამჭვირვალობაზე თუ საუბრობთ, არა, დამასრულებინოთ, არ გამოვარდეთ. ამავე თემაზე გეკითხებით, არა, დაასრულეთ. ჯერ მოდით მე გიპასუხებ და მე ჩამეკითხე. ანუ 15 ქვეყანას აქვს ეს რეგულაციები, დანარჩენებს და ამ 15 ქვეყანასაც მოუწოდა უკვე ევროკომისიამ, რომ შეიმუშაონ ეფექტიანი, ქმედითი კანონმდებლობა გარე ჩარევის წინააღმდეგ. აქვთ გამჭვირვალობის რეესტრები და მათ შორის აქ რომ ორგანიზაციები აპროტესტებენ დღეს ამ კანონს და რუსულს რომ ეძახიან, ის ორგანიზაციები მაგ რეესტრებში არიან დარეგისტრირებული როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს მეორე. მესამე, ჩვენი ინიციატივა საკანონმდებლო, ეს კანონპროექტი და ეს კანონი არის ქართული, ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას და ემსახურება საქართველოს დემოკრატიის დაცვას ნებისმიერი გარე ჩარევისგან. და გეუბნებით, ევროკავშირშიც დღეს ეს საჭიროება დგას და ეს პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ბატონო არჩელა, ამაზე მინდა კითხოთ. გამჭვირვალობაზე. თქვენ კითხეთ, ეხლა როგორ უნდა გავარკვიოთო? მე მინდა მოქალაქეებს პირდაპირ გადავცე, მარტივი მეთოდოლოგია, როგორ უნდა გადაამოწმოს თითოეულმა მოქალაქემ, ვისაც აქციაზე იწვევენ, თუ ეუბნებიან, რომ ეს რუსულია და საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, მინდა თქვენთან ერთად ეს საკითხი ძალიან 15 წამში მინდა რომ გავარჩიო ნინო. არსებობს 3 ტესტი, რომ გავარკვიოთ, ეს კანონი არის ქართული,
არის შესაბამისობაში იმასთან, რაც ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე აკეთებს, თუ ეს არის რუსული. პირველი, ეს არის პირთა წრე, ვის ეხება კანონი. ქართული კანონი, ისევე როგორც ევროპული კანონი და ამერიკული კანონი, ეხება ძირითადად ორგანიზაციებს და ქართული კანონი ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს. არ ეხება ფიზიკურ პირებს, რუსული კანონი ეხება ფიზიკურ პირებსაც. ეს პირველი ტესტი. მეორე ტესტი, რა აკრძალვებს აწესებს კანონი. ამით შეიძლება გადამოწმება მარტივად ის გავს თუ არა რუსულს და რომელს გავს საერთოდ. ქართული კანონი არანაირ აკრძალვებს არ აწესებს. ყველა ორგანიზაცია, ვინც დეკლარაციას აბარებს და რეესტრში რეგისტრირდება, აგრძელებს ჩვეულებრივ ყველა თავის საქმიანობას. მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიხედვით არა მხოლოდ ორგანიზაციებს, ნინო, ადამიანებსაც კი, ვინც დარეგისტრირდებიან და ვისაც არეგისტრირებს რუსეთი ამ თავის რეესტრში, ლექციების წაკითხვაც კი არ შეუძლია. არ შეუძლია რომ გამოვიდეს და რომელიმე პარტიას დაუჭიროს ხარი საჯაროდ. ხვდებით თქვენ განსხვავებას. და მესამე ტესტი, ეს არის რა სანქციები შემოაქვს კანონს. ქართულ კანონში არის მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა, ხოლო რუსულ კანონში არის სისხლის სამართლის პასუხისგებლობა. წარმოიდგინეთ. აი ეს თქვენი განსხვავება და ეს პასუხი არის თუ არა ჩვენი კანონი რუსული. არ არის ეს პუნქტები, ეს არის ტესტი ფლიანად კანონი არის თუ არა რუსული საერთოდ მსგავსი, რუსულზე მაგრამ მეორეს როდესაც ევროპა და შეერთებული შტატები თუ რამ კითხვაზე არ გამეცით პასუხი. ყველა ამბობს რომ ეს არ არის. ხო, ანუ შინაარსში თქვა განსხვავდება რუსულისგან. მოდით რუსულს გავეშვათ. აი დასავლეთს თუ არ მოწონს და ევროპას. აი ამაზე მაინტერესებს როგორ შეუწყობს ხელს ევროპულს და საქართველოს. დავიწყე და მინდა გავიმეორო კიდევ ერთხელ. მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ არგუმენტებს გეუბნებით და არგუმენტებს ვეუბნებით ყველას, ვისაც ეს თემა აინტერესებს, ჩვენ ვერ მოვისმინეთ დღემდე ერთი სოლიდური არგუმენტი თუ რატომ არის ეს კანონი რუსული. მათ შორის ვინც გვეუბნება, რომ შეიძლება ხელი შეუშალოს რამეს, იმ ხალხსაც ვეკითხებით, ჩვენს პირველ რიგში გამჭვირვალობა, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, გამჭვირვალობა არანაირად ანიშნავს ვინმე სტრად გამოცხადებას. სწორედ ამაზე უნდა გამჭვირვალობა და თანასწორობა გახსნილობა, ეს არის მეგობრებისთვის პირველ რიგში. კი, მანდმივარ ზუსტად გამჭვირვალობა გასაგებია, მაგრამ მეგობრების ვალდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ ამ თემაზე გადმოვალ, ეს არის სწორედ სათაური და ისინი ამბობენ, რომ ყველა მათგან საკუთარი ქვეყნის მოღალატე დაერქმევა, იმიტომ რომ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები რატო უნდა ვიყოთო. ამიტომ შესაძლოა, რომ აი თუ ეს სათაურია, ფიქრობთ, არ ვიცი მარტო სათაურია თუ არა პრობლემა, მაგრამ ეს ერთ-ერთია კიდე რაზეც საუბრობენ. შესაძლოა რომ რაღაც სხვა ფორმით მოხდეს, ვთქვათ, მეორე მესამე მოსმენაზე თუ დარჩება ამ სახელწოდებით. მე ბერჯერ მოვისმინე ამ დღეების განმავლობაში. ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ კი ბატონო გამჭვირვალები იქნება, მაგრამ აგენტი, რატომ უნდა დაგვერქვას ეს სახელი ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ კანონის სათაური არის კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. ეს ქვია კანონს, არანაირი აგენტები და აგენტის სტატუსი არ შემოაქვს. კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. თქვენ რო ნახოთ ამერიკული და ევროპული კანონმდებლობა, თქვენ რო ნახოთ ევროდირექტივა, ტერმინები არის პრაქტიკულად იგივე. ანუ წინადადებას უბრალოდ სხვა ტერმინით ვერ შექმნი, უნდა გამოიყენო გამჭვირვალობა, უნდა გამოიყენო უცხოური დაფინანსება. ხო, მარტო დეკლარაციის რეგისტრაციას ითხოვს ქართული კანონი და ამას იგივეა, აგერ გეუბნებით, მე გამოგიგზავნით ეთერი როგორც კი დამთავრდება, მე გამოგიგზავნით პირდაპირ ინტერნეტ ბმულს, სადაც ნახავთ, რომ არის გამჭვირვალობის რეესტრი და იმ რეესტრში გეუბნებით, აგერ აი აქ რო ორგანიზაციები აპროტესტებენ, ისინი არიან დარეგისტრირებული თქო და აქ ხალხს ეუბნებიან, რომ აქ თითქოს ამ რეესტრის შემოტანა არის ანტიევროპული საქმე. თან ვინეუბნებიან. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ხალხს, რომ ის 78 მუხლი, რომელზეც დღეს მოვისმინეთ, რომ 78 მუხლშო კონსტიტუციის წერია, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ჩანაწერი არისო და ამ სიამაყით ლაპარაკობენ ამაზე. კი ბატონო, საამაყობენ. ეგ კონსტიტუციაში ჩვენ ჩავწერეთ ქართულმა ოცნებამ და ამ ოპოზიციამ ხარი არ დაუჭირა მაგ ჩანაწერს და მაგ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეგეც რო იცოდეთ. აი კადრები რო ჩართოთ, ახლა ეგ ოპოზიციონერები დგანან უკან არიან ამოფარებული პროტესტის მონაწილეებს. მაგ ხალხმა
78 მუხს კონსტიტუციის, რომელიც ეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს არ დაუჭირეს მოხდეს რომ იცოდე. ანუ რა თარისელობა და რა ორმაქს ძალადობები კანონის შესაბამისად და გავაგრძელებთ ამ ეტაპისათვის. პოლიცია ამ ეტაპისთვის დგას, არანაირი განკარგულება არ აქვს პოლიციას გარდა ერთისა, რომ დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ყველა სამართალდამცავზე კონდეს შესაბამისი რეაგირება. გუშინ რა კანონდარღვევა იყო, როდესაც გაშლა დაიწყეს აქცია. რაიმესახის ინფორმაცია. რაიმესახის პროვოკაციას ვარაუდობთ, რაიმესახის ინფორმაცია. ეს წინასწარ ჩვენ რაიმე განცხადების აკეთების საშუალება არ გვაქვს. მოქმედებთ, ვიმყოფებით ქუჩაში და მოქმედებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე. პოლიცია ადგილზე არის, პროპორციული ძალაა გამოსული და შესაბამისად მოქმედებს კანონის შესაბამისად. არაფერი განსაკუთრებული. დაიწყო მაშინ დაშლა ის კანონდარღვევას ქონდა ადგილი. კიდევ იგივეს გავიმეორებ. პოლიცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. რა კანონდარღვევას ქონდა ადგილი? კონკრეტულად რა დააშავეს ადამიანებმა? საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი აკეთებდა ვაჟა სირაძე კომენტარს აქციაზე დაკავების შესახებ პოლიციელებიც გამოჩნდნენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიემართებიან აქციის მონაწილეები, როგორც რამდენიმე წუთის წინ ორგანიზატორებმა დაანონსა, ისინი მიდიან, რომ პრემიერ-მინისტრთან ადმინისტრაციის წინ დააყენონ საკუთარი მოთხოვნები და თქვენ ხედავთ, რომ სრულიადობა დაწყებულია კანცელარიისკენ. ჩვენ ვსაუბრობთ არც რადგან ამას დაემთხვა, მე მინდა კიდევ ერთხელ გამოუცხადო მხარდაჭერა და ჩემი პატივისცემა პოლიციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც ამ დღეებში იცავდა და იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. მიუღებელია მათზე თავდასხმა, მიუღებელია ძალადობის, პოლიციელებზე ძალადობის გამართლება და მიუღებელია იმ ადამიანების გმირების გამოყვანა, ვინც თავს ესხმიან პოლიციელებს და ვნახეთ როგორი იყოს როლა რაღაც ბლაგვის აგნების თავდასხმები, მართლა ძალიან მძიმე შეურაცხყოფა და ძალიან მძიმე ძალადობის ეპიზოდები იყო. პირიქითაც მოხდა და ვთქვათ აქციის მონაწილესთან იყო რასაკვირველია, უყურადღებოდ არ დარჩება არც ერთი ნიუანსი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს პოლიციას პატივისცემა დაუდასტურო ისევე როგორც გითხარით პროტესტის ყველა გულწრფელ მონაწილეს შეუძლებელი იქნებოდა, ესეც მინდა რომ უთხრა ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს თავისუფლებაც საქართველოში ჩვენ დავაბრუნეთ მოქალაქეების მხარდაჭერით, რომ დღეს თავისუფლად არის აზრის გამოხატვა შესაძლებელი, კრიტიკული მედია არსებობს ქვეყანაში და ადამიანები არ არიან შიშის და ტერორის ქვეშ იმის გამო, რომ თავისი პროტესტი გამოხატეს. თუმცა ვამბობ, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი იმ დეზინფორმაციის მანქანით, რომელსაც ფლობს ოპოზიცია, არის შეცდომაში შეყვანილი. მუდამ ამბობთ, რომ აი შარშანაც მარტის მოვლენები რო იყო, ძალიან ბევრი ახალგაზრდა საზოგადოების წარმომადგენელი იყო მოტყუებული და დეზინფორმაციის მსხვერპლი. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ეს კანონი დააბრუნეთ, ფიქრობთ, რომ ამჯერად საზოგადოება უფრო ინფორმირებულია, იმიტომ ისევ ხედავთ ახალგაზრდებს გარეთ, ისევ ხედავთ აქციებს. ანუ ამჯერად რა შეიცვალა თუ კი ესენი შარშან მოტყუებულები იყვნენ. გეტყვით, მან მინდა დაუბრუნდა ერთ საკითხს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს პასუხისგებლობა დღეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში შევძელით და მადლობა კიდევ ერთხელ ყველა მხარდამჭერს, ყველა მოქალაქეს, ვინც ამ რთულ წლებში იდგა ჩვენს გვერდით. ჩვენ შევძელით თავარი პირობების შესრულება, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ მოქალაქეებს და სჭირდება ქვეყანას. ეს არის მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეს არის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და ეს არის საქართველოს არსებითი რეალური წარმატებები ევროინტეგრაციის პროცესში. ვიმეორებ, დღეს რომ დადგეს არჩევანი ევროინტეგრაციასა და ვერ დადგება ხელისუფლება, რომელიც 10 და 11 წელია. ვერ დადგებას, როცა ამბობთ განცხადებები და ამაზე მინდა რომ გკითხოთ უბრალოდ. გეუბნებით ვინ გვაბრალებს ამას და ვინ გვიყენებს ამ პრეტენზიას. ვინ ლაპარაკობს ამაზე, გეუბნებით ხალხი, რომელიც ევროკავშირი, შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. არა, ევროკავშირი არ აყენებს მიშელის განცხადება ვნახეთ საქართველოს პროგრესს ძალიან დიდი მაღალჩინოსანი ევროპარლამენტარებზე არ ვსაუბრობ მაგაზე გეპასუხეთ რა ყველა ხელისუფლება პასუხისგებელია თავის ქვეყანაზე პირველ რიგში რომ თავის ქვეყანაში დემოკრატია იყოს დაცული გარეჩარევისგან იყოს ქვეყანა დაცული ნებისმიერი გარეჩარევისგან მათ შორის პირველ რიგში რა თქმა უნდა რუსეთის გარეჩარევისგან დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ამაზე და ძალიან ამომწურავი პასუხები გასცა მაგასაც თუ რა მემკვიდრეობა მივიღეთ და დღეს სად ვართ
ვართ, შეხედეთ იგივე პარლამენტს, თუ გნებავთ და პარლამენტში წარმომადგენლობას, შეხედეთ მედიას, ხო? და შეხედეთ საქართველოს წარმატებებს ევროპისკენ. ვინ არის ასეთივე წარმატებული როგორც თქვენ ამბობთ, გზაიმიტომ რომ ჩვენ მოვიყვანეთ ქვეყანების ფონზე გაჩნდა ეს საფრთხე, რომ ეს ევროპული ინტეგრაციის 11 წელი ხელისუფლება იყო ევროპული, ანუ თქვენ რას უშვებთ? მე არ უშვებ, ბატონო არჩევ. თქვენ კი არ გეუბნებით. მე მივხვდი, მაგრამ არა, ამ განცხადა არა, სულ არ მწყის უბრალოდ ჩვენთან. ანუ რას ხალხს რას ეუბნებიან? ბოდიში, ხალხს რას ეუბნებიან, ნახეთ. ხალხს რას ეუბნებიან? ქართული ოცნება, რომელმაც ქვეყანაში დააბრუნა ევროპული პერსპექტივა. დააბრუნა ადამიანის უფლებების პატივისცემა, თავისუფალი მედია, ბიზნესი, რომელიც არ არის დატერორებული და ღამე პროკურატურაში არ დადის ქონების საჩუქებლად სახელმწიფოსთვის. დააბრუნა ჯანდაცვა, დააბრუნა სახელმწიფო ინსტიტუტები მოქალაქეებს. მიიღო უვიზომი მოსვლა. ამიტომაც ამხელა და გაქვთ ხარდაჭერა, მაგრამ ეხლა დღეს რა ხდება? არა, ამას ვიტყობ, ეს კანონი. მიიღო უვიზო რეჟიმი, მიიღო თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი, ასევე დაიცვა თავისი მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკა გაზარდა და აქეთ მეორე მხარეს ჩვენი ეს აქციების უკან აგერ ხედავთ პირდაპირ კაცში დგანან ვინც ხმარ მისცეს საქართველოს კონსტიტუციაში ევროპის ჩაწერას, ვინც ფულს იხდიდნენ ამერიკაში და ევროპაში, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ადამიანები რომლებიც დადიოდნენ ევროპაში და ჩუმად ელაპარაკებოდნენ ჩვენს კოლეგებს, რომ ევროპაში რომ არ მისცეთ ამათ კანდიდატის სტატუსი. ჩააგდეს ყველა დათქმა, რომლითაც ჩვენ უნდა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი და ეს ხალხი გამოდის დღეს მედიით და მოქალაქეებს ეუბნებათ, რომ ესენი შეიცვალენო, ეხა შემოტრიალდნენ რუსეთისკენო და ჩვენ ვართ ევროპის კურსის გარანტია და ჩვენ მიგიყვანთ ევროპაშიო. თქვენ გჯერათ ამათი ნარატივის, ეხა ოპონენტებზე საერთოდ არ საუბრობ ამ წუთას. პირიქით, მე პასუხობ გისო ხელის გულზე, იმიტომ მოიგეთ ამდენი არჩევნები. მე მოვყვებით ამაში, რომ რაღაც ბიზნესით რომ გათავს, მაგრამ ქართული ოცნება ბოლოში შემოტრიალდა რუსეთისკენ თან რა კანონით აგერალ განცხადებებს. ხო და მეორე მხარე არის დასავლეთი, ბატონო არჩევა, ამაზე მინდა პასუხი. გითხარით პასუხი. ერთაწრეზე პოლიტიკურის გითხარით. ხო, მაშინ აქედან ვინ ელაპარაკება პარტნიორებს? მაშინ ეს მითხარით, როცა ასეთი განცხადებები ისმის. თქვენ ხო თქვით, რომ ისინი ეუბნებოდნენ არ მისცეს სტატუსი, აწყობდნენ პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ ვისმენთ, რომ დღეა ბოლო განცხადება წაგიკითხეთ ევროკავშირის ლაპარაკებით. თუ ძალიან საინტერესოა, მაგრამ თუ არ წმუნებთ იმაში, რომ მაშინ ეს არ არის რუსული და კანონი, თქვა და გზამიდის ევროპისკენ. ვინ ელაპარაკება? ჩვენ ველაპარაკებით. რას ველაპარაკებით? მაგას ახლა მოგიყვებით. ველაპარაკებით შემდეგსო, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ გვიყვარს ეს ქვეყანა, პასუხისგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე, საქმით დავამტკიცეთ და მე ჩამოგითვალეთ. დღეს ვეუბნებით, რომ საქართველოს არც სხვათა შორის რამდენამეს გვაბრალებდნენ ის უცხოეთიდან რამდენი ადამიანი გვიმტკიცებდა იგივე რომ სააკაშვილზე უნდა დაუშვათ გამონაკლისი სხვა 10,000 პატიმარი უნდა დარჩეს ციხეში და ეს კაცი უნდა გაუშვათ მხოლოდ იმიტომ უნდა გამოვიყვანოთ გამონაკლისი უნდა გაუკეთოთ მხოლოდ იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიის ნაციონალური მოძრაობის ლიდერია მხოლოდ ამას რამდენი გვიმტკიცებდა თქვენ არ გახსოვთ მე თქვენ საუბრობთ ევროპარლამენტარები არ იყო მხოლოდ პარტნიორებიც იყვნენ, კი იყვნენ. სოფლიოდან იყო ლაპარაკი, რომ თუ არ გაუშვებთ ამ კაცს და გამონაკლისს არ დაუშვებთ, ანუ ერთი კაცი გაუშვით 10,000 დადგება კითხვის სისტემის ქვეშ, მასინაც იყო, კი ბატონო. მეთერში გითხარით მე რომ ევროპა ეგ არ არის მეთქი, გითხარით რომ ევროპა არ არის, ოდესაც ერთ ადამიანს სხვანაირად ექცევი, მარსაჯულებიდან გინა გამოაძვრინო და 10,000 პატიმარი უნდა დარჩეს ციხეში და მოიხადოს საჟელით ხო. მაშინაც გითხარით, ეგ უთხარით მაშინაც საზოგადოებას, მაშინაც ასეთი ამბავი იყო ატეხილი რომ საქართველოს არ მისცემეს სტატუსს და ევროინტეგრაციის პროცესი დაიბლოკება თუ არ გამოუშვებთო. მაშინაც დავდექით პრინციპულად რომ გჯეროდა რომ კანონის უზენაესობა სჭირდებოდა ქვეყანას. დღესაც ვარ დარწმუნებული რომ ქვეყანას სჭირდება ასევე ძლიერი დაცვის მექანიზმები ნებისმიერი გარეჩარევისგან და ევროკავშირის მაგას ამბობს. თავის სივრცეში გეუბნებით 15 ქვეყანას აქვს მსგავსი სხვადასხვა კანონმდებლობა და 12 დავარწმუნეთ მაშინ პარტნიორები საქართველოს ამას ქვეყანამ ხელისუფლება მოდი ჩვენ თქვა ჩვენ თვითონ სანამ პარტნიორებს დავარწმუნებთ ჯერ ჩვენ თვითონ დავფიქრდეთ ჩვენს ქვეყანაზე მოქალაქეები რა ვინც ამ ქვეყანაში ვართ დავფიქრდეთ ოპოზიცია უმრავლესობა და მოქალაქეები ვინც ამ ქვეყანაში ვართ რაზე დავფიქრდეთ რომ ეროვნული სუვერენიტეტისთვის
რას ევროკავშირის მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს არის პრობლემაო. წარმოვიდგინეთ, ევროკავშირი, რომელიც ფინანსურად უფრო ძლიერია, მედია უფრო ძლიერი აქვს, ინფორმირებული ყავს უფრო მეტად თავის საზოგადოება, მეტი ხელმისაწვდომობა აქვს ინტერნეტზე და მეტი დაცვის მექანიზმები აქვს. იქაც კი ხალხმა 10-დან 8 თქვა, რომ ეს პრობლემაა და საჭიროა კანონი მივიღოთო და მთავრობამ ევროკავშირის ფაქტობრივად რომ გამომარტივოთ ეს თემა, უთხრა ქვეყნებს, რომ იმუშავეთ, უკვე დაიწყეთ მუშაობა ამ კანონმდებლობაზე. ჩვენ რომ იგივე კი არა იმაზე მეტი პრობლემა გვაქვს ამ თუ რეგიონში მაგაზე ხო ორი აზრი არ არსებობს და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტი იყოს დაცული და საქართველოს დემოკრატიაც იყოს დაცული ნებისმიერი ხასუსვამ ნებისმიერი გარეჩარევისგან და ახლა მომისმინეთ სანამ პარტნიორებთან მივალთ ჯერ ჩვენ თვითონ რას ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ ანუ მაშინ სახელმწიფო არ ყოფილა საჭირო ქვეყანა არ ყოფილა საჭირო მაშინ დაველოდოთ მოსაზრებებს დაველოდოთ რეკომენდაციებს და მასე იმართოს ეს ქვეყანა დეკლარაციების გამო ხოცავთ ერთმანეთს უმრავლესობის ლიდერი ამბობდა დღეს ხო და ეს ხოლო დეკლარაციები აი რატო არ ხდება მაგალითად აი ამაზე მაინც მუშაობა რომ ის სათაური ის რეესტრი რო ვთქვით და ასე შემდეგ იმიტომ რომ ერთ დეკლარაციამდე დაყავს ოცნებას და მეორე მხრიდან გვესმის რომ მარტო დეკლარაცია არ არის იქ შეადიან სახელი დაერქმევა და ასე შემდეგ რთული კითხვაა დიდი მადლობა პასუხიც არსებობს და გთხოვთ რომ მომისმინოთ ანუ ჯერ ერთი გეუბნებით რომ ეგ ორგანიზაციები ვინც აქ გვაკრიტიკებენ თვითონ არიან ევროპულ და ამერიკულ რეესტრებში მშვენივრად ცინიკურად არ ვამბობ მართლა კანონის შესაბამისად არიან იქ დარეგისტრირებული ისე რომ არაფერი პროტესტი არ გამოუხატავთ აქაც არ უთქვამთ არაფერი რომ იქ რატო არის ჩვენი სათავო ოფისები დარეგისტრირებულიო ეგ ერთი მეორე ეხლა რაც შეეხება ამ არასამთავრობოების ერთ ჯგუფს რომელიც პირდაპირ პოლიტიკაში არიან ჩარეული და თუ ვინმე სამოქალაქო საზოგადოებას აქ შეუქმნა პრობლემა და აზიანა სამოქალაქო საზოგადოების იდეა პირველ რიგში ის არასამთავრობოები არიან ეგრეთ წოდებული რაღაც ჯგუფი არა მაგრამ ამაზეც ვიკამათია მე და თქვენ ხო შეიძლება სხვა ფორმით კანონი არა გამჭვირვალობაზე ვგულისხმობ სხვა ფორმით რაღაც კანონში ცვლილებით არ ვიცი ამბობდა ოპოზიცია რომ იქნება ესეთი ტესტი მოგეცით აი მითხარით ამ სამში რა შევცვალოთ? პირთაწრე გავაფართოვოთ? ლობიზმს გთავაზობდა გილში რომ რაღაც სხვა ტერმინი შევიტანოთ, ანუ ბევრი მოსაზრება გაიცნო. ლობისტობა ცალკე ამბავია. ლობისტობაზე ამერიკასაც ცალკე კანონი აქვს, ეგეც მოატყუეს საზოგადოებას, რომ თითქოს ფარა არის ლობისტების კანონი. ლობისტებზე ლობისტური საქმიანობის შესახებ ცალკე კანონი აქვს ამერიკასაც. ცალკე აქვს ეს ფარა და იქ აგენტი ქვია სხვათა შორის ამ რეესტრში შეყვანილ ორგანიზაციებს. ჩვენ მოხსენით ეგ სათაური, იმიტომ რომ მაგაზე იყო ლაპარაკი წინა ჯერზეც და ახლა კანონს ქვია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. ეხლა მომისმინეთ, რომ მეუბნებით, რომ რაღაც რა შევცვალოთ, აი პირთაწრე გითხარით შედარება. ჩვენთან არის ლოიალური და საკმაოდ კონკრეტული. გითხარით აკრძალვები. ხო, მაგრამ აღსანიშნავია იარლიხების მიკრაზე, არა ამაზე რომ გამჭვირვალობა იყოს. იმაზე მეტი იარლიყი რაღაცა უნდა კონდეს. თვითონ რას აკეთებენ? თვითონ ამას ვინ გვეუბნება საერთოდ? რაღაც გვერდები აქვს შექმნილი დღეს რაღაც დღეს რა იყო საერთოდ რაზე იყო ლაპარაკი? ხო? სიკვდილით ემუქრებოდნენ დეპუტატებს და მათ შვილებს ემუქრებოდნენ რაღაც საიტები აქვს შექმნილი ადამიანები იყავთ გამოქვეყნებული და თქვენ მეუბნებით ახლა ესენი გვეუბნებიან რაღაც იარლიხს კი არ ვაყრავთ ჩემო გვაქვს გამჭვირვალობის რეესტრი და კეთილი ინებონ როგორც ბიზნესი იხდის და აბარებს დეკლარაციებს როგორც მთავრობა და თანამდებობისპირები აბარებენ დეკლარაციებს ისე ჩააბაროს არასამთავრობო სექტორმა კითხვის ნიშნები აქ არ არსებობს გამჭვირვალობის და ინფორმირების გარეშე დემოკრატია ვერ მუშაობს გამორიცხულია რომ არაინფორმირებულმა მოქალაქემ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი თქვენთვის მისაღებია იმ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციათან ერთ ასე ვთქვათ ქვაფში უნდა მოიხარშოს თუ არ ვიცი რა ვუწოდო. ანუ აქ მისაღებია თქვენთვის ესეთი სახელწოდება ამას ეძახიან ისინი ზუსტად იარლიხის მიკრას. არ ყოფილა პირდაპირ გეტყვით რომ ლოზუნგებით დღემდე ლოზუნგებით მიდის ამ კანონთან დაპირისპირება. თუ რამე კონკრეტული არგუმენტი აქვთ და იგეუბნებით მაგალითად იარლიხების მიკრაზე არანაირი იარლიყები არ იქნება გეუბნებით რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა იმ ტერმინოლოგიით ყველაზე რბილი ტერმინოლოგიით არის ჩამოყალიბებული ამ კანონის ტექსტი ეს გითხარით ერთხელ მეორე თქვენ მეკითხებოდით NGO-ებზე პირდაპირ გეუბნებით არის მაგალითები აგერ როგორ ფინანსდება
როგორ ფინანსდება საერთაშორისო ფონდების მიერ საქართველოში დესტაბილიზაცია და თავდასხმა, ერთი წამით თავდასხმა ეროვნულ ინსტიტუტებზე, თავდასხმა საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე, თავდასხმა ისეთ ღირებულებებზე, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის ფუნდამენტური. დავიწყოთ ჯერ არჩევნების გაყალბებაზე, რაც მოხდა, სრულ ანგარიშის წარმოდგენა, ხო? ეს ხო არასამთავრობომ გააკეთა, ნინო, არასამთავრობომ გააკეთა და კინაღავ ქვეყანაში შეცდომა და შეცვალა მოქალაქეები რომ დაზარალებულიყვნენ და შეიძლება დაზარალდნენ კიდეც იმ აქციებზე, რაც მაგ ყალბმა ანგარიშმა გამოიწვია. ვინ აიღო ამაზე პასუხისმგებლობა მითხარით? და დღეს რო გვეუბნებიან კანონი არ შემოიღოთო და არ არის საჭირო, როგორ არ არის საჭირო? მოქალაქეებმა ხო უნდა იცოდნენ. ეს კანონი არსებობის უფლებას კი არ გვართმევს, არამედ ღირსებასო. ანუ იმიტომ საუბრობ სწორედ ამ რეესტრზე. არა, მაგას. ვახუშტი მომენაბდე ამბობდა მაგალითად, მაგრამ მე პარლამენტში განხილვაზე არ ყოფილა, იქ იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და გარეთაც აგერ გვესმის ლოზუნგები, რომ ეს არის რუსული კანონიო. მაშინ გამოვიდნენ ეს ხალხი და თქვან, რომ ეს არ არის რუსული კანონი, რომ საჭიროა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა, დემოკრატიის დაცვა, რომ ეს არის იგივე პრინციპები და იგივე მექანიზმები, რაც ევროკავშირსაც სჭირდება აქვს, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება აქვს. მაგრამ ასე ლოზუნგებით და ჩვენზე აქეთ რუსული კანონის და რუსული ხელისუფლების დაძახება უარგუმენტოდ, მაშინ როდესაც რეალურად ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ყველა ევროპული პროგრესი, რაც საქართველოს აქვს დადასტურებული დოკუმენტურად, არ გამოვა მასე. ეგ არის აბსოლუტურად ორმაგი სტანდარტი. ვიღაცა შეიძლება ერთი ადამიანი ამბობს თავის მოსაზრებას, ცდილობს, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი ეს ოპოზიცია, რადიკალური ჯგუფები, თავისი სატელიტებით პირდაპირ ლაპარაკობენ ლოზუნგები და ცდილობენ ამის დისკრედიტაციას. იყო არჩევნების გაყალბება? იყო არჩევნების გაყალბებაზე ანგარიში გამოცემული, რომელიც მე დადასტურდა, რომ თვითონ ის ანგარიში იყო გაყალბებული, არანაირი გაყალბება არ ყოფილა იმ არჩევნების ოქმებში, ეს დადასტურდა. იყო ესეთი ფაქტი? იყო. რევოლუციას აფინანსებდნენ, აგერ არასამთავრობოები ჩამოთვალა პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმაც ისაუბრა დღეს პირდაპირ ჩამოთვალა. თუმცა გამოძიებას არ უთქვამს, რომ ეს აფინანსებდნენ. ეგრეთ წოდებული პარტიული არასამთავრობოები, რომელიც პარტიას იმეორებენ პირდაპირ. დამფუძნებელის პარტიის ლიდერი ყავთ, საქმეს პარტიული აქვს და არასამთავრობო რობოთ არის დარეგისტრირებული და იღებს იმ ფონდებიდან თანხას. როგორ ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოების დაზიანება? მაგრამ მაგალითად ნათია კუპრაშვილი ამბობდა მედიის ხრიდან, ბატონო არჩევნების მენდირო. თელი ცხოვრება ქართულ საქმეს ვემსახურებიო, ქართული რეგიონების იმას ვაკეთებ და რატომ უნდა მე მაინც იქ ვარ. ამ სათაურმათი წოდებამ კიდე მეტი პრობლემა გააჩინა. რატომ უნდა ვიყო უცხოეთის ინტერესების დამტარებელიო იქითხა პარლამენტში. აი, მოდი მსჯელობას მივყვეთ. პრობლემა გააჩინა იმან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არღვევენ იმ წესებს და ღირებულებებს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ყველგან განვითარებულ დემოკრატიებში. როდესაც პარტია აკეთებს პოლიტიკას, პარტია არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, არასამთავრობოოს აქვს თავისი საქმე და არის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი და როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ პარტიებს არასამთავრობოები აქვთ ეგრეთ წოდებული დარეგისტრირებული გრანტებს იღებენ და იქ გამჭვირვალობაც არ უნდა და დეკლარაციის ჩაბარება, როდესაც ვხედავთ, რომ რევოლუციის ორგანიზებაში არიან ჩართული პირდაპირ და არჩევნების ოქმების შესახებ ანგარიშებს აყალბებენ, მან არ გამოვა თავის არიდება დეკლარაციისგან, მაშინ კეთილი ინებოდა უთხრან ხალხს, ვისი დაფინანსებით და ვისი სახელით ელაპარაკებინა. მე მოქალაქეები გადაწყვეტენ, მათ დაუჯერონ თუ არა. სხვანაირად არ გამოვა. არ გამოვა სხვანაირად. ეს არის გასაკეთებელი. უნდა დავასრულოთ ევროკავშირი და ერთი კითხვა მაქვს. ამაში დარწმუნებას როგორ აპირებთ იმ საზოგადოების მაშინ, რომელიც გარეთ დგას იმ ნაწილის, იმ ახალგაზრდების და ისინი აპროტესტებენ და მოითხოვენ თქვენგან კანონის გაწევას. მოვისმინეთ, რომ ამას არ აპირებთ. როგორ განვითარდება მოვლენები? ის ხალხი, ვინც გარეთ დგას, ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება და ისინი ყველაფერს შეეცდებიან იმისთვის, რომ თქვენ არ მიიღოთ ეს კანონი. აი, როგორ ხედავთ მოვლენებს და წინ არჩევნებია? ძალიან, ანუ ჩემი აზრით ეს ძალიან დაზუსტებას მოითხოვს ეს ფრაზა. ანუ ყველაფერს შეეცდებიან რა. არა, ეს ჩემი სიტყვები ხარ არ დაბრალდეს, რომ მათ სიტყვებს ამ ყველაფერს გულისხმობა, რომ პროტესტი არ შეწყვიტავენ, ხო, უკაცრავ შეება ზუსტად ეს ყველაფერს არა, არ უთქვამთ ეს მე კანონი არ რეგულირებს მშვიდობიან პროტესტს. კი, მშვიდობიან პროტესტს საუბრობენ. შედარებით მშვიდობიანად მიმდინარეობს, აქამდე ხედავთ, რომ არის საპროტესტო აქცია, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების მანიფესტაციის უფლება არის დაცული სახელმწიფოს მხრიდან. თუ გადავლენ იმ ჩარჩოს და წესებს, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში ყველგან და მათ შორის საქართველოში არის გაწერილი და უნდა იყოს დაცული, მაშინ რასაკვირველია, იქნება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. და აქაც ხედავთ და თუ პროტესტი არ შეჩერდა, ანუ თუ არ შეჩერდა
რა თქმა უნდა, პროტესტის ფონზე ჩვენ მზად ვართ თუ გავაკეთოთ საქმე, რომელიც საქართველოს ჭირდება. ამ პროტესტში მონაწილეობს საზოგადოების ერთი ნაწილი, არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველო აქამდე იარა ევროპული გზით და ეს გზა გვიკავშირება ჩვენს ხელისუფლებას და დღეს მიუღებელია, როდესაც პირდაპირ ანტიევროპული პარტიები, გეუბნებით, რომელიც დადიოდნენ საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მუშაობდნენ. ეს პარტიები რომ რაღაც პრეტენზიას აქეთ გვიყენებენ, ეს არის მიუღებელი ამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. და პარტიების ნაწილი შესაძლოა დასავლეთის კრიტიკაზე და საუბრობთ იმ ადამიანებზე ახალგაზრდებზე, რომლებიც იქ დგან. თქვენ მიკითხეთ, რომ აი აპირებენ გაგრძელებას. კი, და თან წინ არჩევნები ისინი ამბობენ, რომ ეს თქვენ საარჩევნო საისახება ეს განწყობა. ნახოთ, არსებობს არჩევნები და შეუძლია ნებისმიერს, ვინც ბოლო-ბოლო მაინც ვერ დარწმუნდება, რომ საქართველოს მიდის ევროპული გზით და რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მართლა გააკეთა ეს საქმეები, შეუძლია თავისი არჩევანი დემოკრატიულ თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს, მაგრამ ქვეყნის დესტაბილიზაციის, არჩევნების საბოტაჟის და ხალხის ემოციებზე თამაშის უფლებას და საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. მეტ ინფორმაციას ამ დღეებში კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია გვექნება მოქალაქეებთან, იმიტომ რომ განხილვის პროცესი მიმდინარეობს. წინ არის მეორე მოსმენა, წინ არის მესამე მოსმენა და რა თქმა უნდა არის დრო, რომ ჩვენს მეტ მოქალაქეს კიდევ ერთხელ გავაცნოთ ის არგუმენტები და მათ შორის ჩვენს ოპონენტებსაც აქვს დრო, რომ წარმოადგინონ ლოზუნგების გარდა, არა რუსულ კანონს და რაღაც ამ ლოზუნგების გარდა, წარმოადგინონ არგუმენტები, თუ რატომ არის ეს რუსული. მე სამი ტესტი გითხარით, აგერ სამკომპონენტიანი ტესტი, პირთა წრე, აკრძალვები და სანქციები. შევადაროთ რუსულ კანონს, საერთოდ არანაირი მსგავსება და მით უმეტეს გამეორება იქ არ არსებობს და უფრო მკაცრი სანქციებით, საქართველოს მკაცრი სანქციები აქვთ სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს. ესეც გითხარით, ესეც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. კიდევ ერთხელ, მინდა მშვიდობიანი ღამე უსურვო ყველას, ჩვენ დავიცავთ, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო იმ ადამიანებს, ვის გუშინ იყო ნიშნები სხვათა შორის, ძალადობრივი ესკალაციისკენ და რაღაც ჯგუფები ფიგურირებდნენ, ვინც ცდილობდნენ, რომ მომიტინგეები გამოეყენებინათ შეტაკებების და არეულობის მოსაწყობად. მინდა მაგ ადამიანებს უთხრა, რომ კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხონ კანონი, იმიტომ რომ კანონის დარღვევებზე იქნება შესაბამისი, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური რეაქცია სახელმწიფოს მხრიდან. მადლობა დიდი ბატონო არჩილ, რომ პასუხობდით ღამის კურიერის კითხვებს. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი და ჩვენ შეგვიძლია